სამცხე-ჯავახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ასოციაციის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და ორგანიზაციის თავმჯდომარეც აერჩიეს. დღესვე წევრებს შესაბამისი აღჭურვილობა და სამოსიც დაურიგდათ. ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით აღნიშნული ღონისძიებები ვეტერინართა პროფესიულ ზრდას ხელს შეუწყობს. ასოციაცია რეგიონში მოღვაწე ფერმერული მეურნეობის მქონე პირებსა და ცხოველთა მეპატრონეებს მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვის დაავადებების საწინააღმდეგო სამკურნალო პროფილაქტიკურ მომსახურებას თავაზობს. ასოციაციის წევრები დახმარებასა და კონსულტაციებს ერთდროულად რამდენიმე სოფელს გაუწევენ. ორგანიზატორები მსგავსი შეხვედრის გამართვას ყოველთვიურად გეგმავენ. იკრიფებიან დაახლოებით კვარტალში ერთხელ, ახლა აწი მოხდება თვეში ერთხელ ასოციაციის წევრების შეხვედრა. ახლა დაურიგდებათ წევრებს სხვადასხვა სახის სპეცფორმა და პლაშები, ასევე სავიზიტო ბარათები. ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ ასოციაციის განვითარებაზე, ვეტერინარების დასაქმებაზე და მათ პროფესიონალიზმის განვითარებაზე. Აი შეხვედრა, როგორც ვფიქრობ, სოფლის მეურნეობა და ვეტერინარია წამოიწერს წინს, დაიხმარება ასევე სოფლის მოსახლეობას ვეტსამსახურის აღორძინებაში. პლუს ამას დიდად მოხარული ვარ, რომ შეხვდით ჩამოსულ სტუმრებს და რაც სათქმელი ითქვა ვეტერინარს და სოფლის მოსახლეობის დახმარების ვეტსამსახურსაც დიდი მადლობას უცხადე მე პირადად.